კაკლის დაავადება სიმსივნეზე თუ დაემართა, უკვე დაგვიანებულია. სანამ დაემართება, მანამდე უნდა გაიგო და პრევენციულად უნდა როგორც ჩემი ჯანმრთელობის შემთხვევაში იყო კონკრეტულად. აი ეს. მე ვარ გურამ ნაკაშიძე, 69 წლის, ყავს მეუღლე, 3 შვილი და 8 შვილიშვილი. ორი უმაღლესი დავამთავრე ახალგაზრდობაში 9 წელიწადში. სკოლაში მუშაობდი ფიზიკულტურის მასწავლებლად, მერე პოლიციის უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. სიბერეში გადავწყვიტე სოფლის მეურნეობაზე მომეკიდა ხელი და სუფთა აერი მესუნთქა და ნატურალური ყველაფერი გქონოდა და გავაშენე კაკლის ბაღი. დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში 83 ჰექტარზე მუშაობდი მთელი ოჯახი ესპანეთში. კარგი მოსავალი გექნება უფლის. სავალდებულოსავით არის წელიწადში ერთხელ სრული კომპლექსური შემოწმება. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს აღმოჩნდა რომ მქონდა ავთვისებიანი სივსივე, პროსტატის ადენოკარცინომა. გავიკეთე ოპერაცია, დავდექი ფეხზე. ყოველწლიურად მიტარდება კომპლექსური შემოწმება, ჩავდივარ ესპანეთში. რა თქმა უნდა შოკია და ძალიან დიდი შოკია. ოჯახში ატყდა წივილ-კივილი. მე ყველას ვამშვიდებდი, ვიცინოდი, აბა პროსი შვილი ახლა სტუდენტია მადრიდის უნივერსიტეტში სწავლობს. ჩამოვიდა აქაურ ნათესავებთან ვერ ააწყო კონტაქტი. ტირილით ამოვიდა სახლში, ვიფიქრეთ ოჯახში და გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. რაღაც შემოსავლის წყარო რომ მქონოდათ ვიფიქრე რაღაცას გავუკეთებ და აი ეს საქმე ვიცოდი კარგად. იქ ჩემ მეგობარს აქვს ესპანეთში კაკლის ბაღი. ეკვირაობით ავდიოდი ხოლმე, თან ვეხმარებოდი, თან ვქეიფობდით და თან ვსწავლობდი. შევხედე ეს კლიმატური პირობები დაახლოებით ერთნაირია და შეიძლებოდა აქაც ამის გაშენება. 1500-დან 1800 ტონამდე მოსავალი მოგვყავს. სანამ დავიწყებდი, აი იქ ნახესა დიზერტაციო ნაშრომები, სახელმძღვანელოები, ეს ჯერ შევისწავლე კარგად, გავეცანი და მერე დავიწყე ეს საქმე. იმ ხელა мотиваცია მომემატა, რომ ვინაიდან მე გადავრჩი, ფეხზე დავდექი და ისა ერთი დიდი საქმე უნდა გავაკეთო უფლისადიდებლად, რომ უფალმა სიცოცხლე მაჩუქა მეთქი და წამოვიწყე ეს საქმე. ისე რომ ოჯახისთვისაც კარგი ყოფილიყო, ხალხისთვისაც, სოფლისთვისაც და ამ უკაცრიელ ადგილას აი არავის არ ჯეროდა რომ აქ თუ რამის გაკეთება შეიძლებოდა აი სულ ჯაგნარით იყო დაფარული. იმის შეგრძნება რომ სიკვდილს გადაურჩი, მორმაგზალას კმატებს. რო ჩაბარდე და ჩაიქნიო ხელი ვაიმე რა მეშველება, შეიძლება ჯანმრთელი კაცი სავად გახდე. აქ თავარია აი ფსიქოლოგიური მომენტი. უფლისებაა ყველაფერი. შენი ვაკეთე. და აკეთე კარგად. ყველაფერი რასაც ჭამთ, გვაქვს ჩვენი. გვაქვს ტბორი, ახალი თევზი, გვაქვს სათბური, დილით 5 საათზე გამოვდივართ, რომციც სანამ სიცხე დააჭერს 10 საათზე უკვე ყველაფერი მოთავებული გვაქვს და ვისვენებთ. ცოცხლები ჭირდებით, რომ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. საქართველო უნდა აშენდეს, უნდა აყვავდეს, უნდა გაძლიერდეს, ისე რომ აი ესპანელები ჩამოდიოდნენ აქ სამუშაოდ.